სალამი მეგობრებო. ამ ბოლო დროს რამდენჯერაც ჩამოვსკროლავ ხოლმე TikTok-ს, იმდენჯერ მიგდებს ვიდეოებს კოუჩების. ამ ბოლო დროს მოგეხსენებათ ძალიან მომრავლდნენ და ფსიქოლოგების, ანუ ყველა ფსიქოლოგი გახდა ვისაც არ ეზარება. და ყველა რაღაცნაირად ასწავლის ხალხს, ვინ როგორ უნდა იცხოვროს და ვინ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი და ასე შემდეგ. ანუ ახლა რეალურად სხვა ადამიანის განვლილი გზა ვერასდროს ვერ მოგვერგება ჩვენ. ხო და არ შეიძლება ვინმე მოგცეს რაღაც რეცეპტი, რომელიც მოგვანიჭებს ბედნიერებას, მოგვანიჭებს სიხარულს. თუმცა ჩვენ ვეძებთ ამას. და ეს არის ალბათ იმის მიზეზი, რატომაც გაჩნდა ამდენი ფსიქოლოგი, ფსევდო, ამდენი კოუჩი და ასე შემდეგ. ადამიანი ყოველთვის ეძებს რაღაც მზა რეცეპტს, რომელიც მიანიჭებს მას ბედნიერებას. სინამდვილეში ეს არის პასუხისმგებლობისგან ერთგვარი გაქცევა, იმიტომ რომ შენ ცხოვრებაზე და შენ მდგომარეობაზე ადამიანი ყოველთვის პასუხისმგებელი ხარ შენ. იმიტომ რომ შენი ცხოვრება არის შენი არჩევანის, ყოველდღიური არჩევანზეა საუბარი, შედეგი. შესაბამისად, რა არჩევანიც გააკეთე წარსულში, იმ წერტილამდე მიხვედი დღეს. თუ გინდა რომ ახლა ძალიან აქტუალური ფრაზა არის, რასაც არ ცვლი ირჩევ და ასეა, თუ კი მე დაუშვათ, არის რაღაცები, რა თქმა უნდა, რასაც შეიძლება ერთ დღეში ვერ შეცვლი, თუმცა არის რაღაცები, რასაც ძალიან მარტივად შეცვლი, ხო, დაუშვათ. და თუ კი მე რაღაცა არ მომწონს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვანაირად მოვიქცე, რომ სხვა შედეგი მივიღო. თუ ზუსტად ისეთივე ნაბიჯებს გადავდგამ, როგორცაც აქამდე ვდგამდი, თავისთავად ცხადია, რომ არანაირი ცვლილება არ დადგება. შესაბამისად, ხო, და ყველა საუბრობს იმაზე, როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი, როგორ რაღაცა ბალანსი, რაღაცა ისა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საკუთარი თავი თუ არ გიყვარს ადამიანს, მე ვერასდროს ვერ დავიჯერებ, რომ შეიძლება რომ სხვა ადამიანი შეიყვარო. აუცილებლად თუ კი პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული არ აქვს ადამიანს, ის შედის იმთავითვე ტოქსიკურ ურთიერთობაში, დამოკიდებულ ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა, რა ვიცი, არ მგონია რომ რაღაცა სიკეთის მომტანი იყოს ადამიანისთვის. ეს შეიძლება იყოს მეგობრული ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა, ცოლ-ქმრული და ასე შემდეგ, ნებისმიერ ურთიერთობას ეხება და რას ნიშნავს საკუთარი თავის შეყვარება. საკუთარი თავის შეყვარება ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში შენი დრო და რესურსი სწორად მიმართო. მე პირადად დღის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ჩემს დროზე უფრო ძვირფასი და ჩემს რესურსზე უფრო ძვირფასი არაფერი არ მაქვს, ენერგიაზე მაქვს საუბარი, ხო? არაფერი არ მაქვს ნამდვილად და ძალიან ვაკვირდები ხოლმე იმას თუ სად ვხარჯავ, ვისთან ერთად ვატარებ დროს, რას ვაკეთებ ამ დროის განმავლობაში, რაზე ვხარჯავ ჩემს ენერგიას და აუცილებლად ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ჩემთვის, რომელიც წყობს ხელს ჩემს ბედნიერებას, ჩემს განვითარებას, რომელიც არის სიხარულის მომტანი ჩემთვის, სიამოვნების მომტანი, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანუ საერთოდ გულისხმობ იმას, რომ არ უნდა დაისვენოს ადამიანმა. პირიქით, მე ძალიან მიყვარს მაგალითად დასვენებაც და გართობაც. მე გულისხმობ იმას, რომ ისეთ საკითხებზე, ადამიანებზე, მოვლენებზე უნდა მივმართოთ ჩვენი დრო და ენერგია, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და რომელიც ჩვენ ან განგვავითარებს, ან სიამოვნებას მოგვანიჭებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკლედ. და რა თქმა უნდა, აქ ცალსახად სწორ დროს და სწორ ადგილას უნდა ვისწავლოთ და ეს აუცილებელია უბრალოდ, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ჩვენთან ეს არასთქმას კულტურა კიდე ცალკე ამბავია, იმიტომ რომ არავინ არ გვასწავლის როგორ ვთქვათ და როდის ვთქვათ არა და საერთოდ ადამიანებს რო ვაკვირდები, არანაირი საზღვრები, აი ფსიქოლოგიური საზღვრები მათ შორის, ფიზიკური, ეს არ არის ჩვენთან. აი ჩვენ საზოგადოებაში ეს არ აქვთ ადამიანებს იმის განცდა, რომ ვიღაცის პირად სივრცეს არ ღვევენ და ასე შემდეგ და ეს ძალიან სავალალოა. უკიდურესად სავალალოა. ხო და მაგის თქმა მინდოდა მოკლედ, რომ ეს ადამიანის თავის და ჩვენი თავის შეყვარება იწყება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ. და
შემდეგ ამას მოაქვს საკუთარი თავის მიმართ სიყვარული. მე ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ეს დასკვნა გამოვიტანო. შეიძლება სხვა აზრი აქვს და ძალიან საინტერესო იქნება ასევე სხვა ადამიანების მოსაზრებაც, როგორ შეიძლება შეიყვაროს საკუთარი თავი და რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მგონია, რომ ხო, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უყვარს საკუთარი თავი, თუმცა რომ შეხედავ მის ქმედებებს, რა ვიცი, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საერთოდ არ ჩანს ეს სიყვარული საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად, მოკლედ, მხოლოდ თქმა, რომ მე მიყვარს ჩემი თავი, ეს არ არის საკმარისი. პირველ რიგში ეს უნდა იყოს მართლა, აი, მდგომარეობა შენი, შინაგანი მდგომარეობა და თვითახკმა. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? ამის შემდეგ ჩვენ ხომ მაინც სოციალური არსებები ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას იფიქრებს ხალხი. როგორც კი მე არ ვიქნები დამოკიდებული სხვა ადამიანების მოსაზრებებზე, სხვა ადამიანები რას იტყვიან იმაზე, ესეც არის ერთგვარი ინდიკატორი, რომ მე საკმარისად მიყვარს საკუთარი თავი, საკმარისად ვიცი ვინ ვარ, იმისათვის, რომ სხვა ადამიანების მოსაზრებებს არ მივანიჭო იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ამ მოსაზრებებს აქვთ. ამიტომ თქვენ და მე და ყველამ არ უნდა ვეციოთ რაღაცა მზა რეცეპტები, ხო? ეს ვერავინ ვერ მოგცემს ამ მზა რეცეპტებს. ჩვენ ყველას, ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენი გამოცდილება გვაქვს მისაღები და ჩვენი ამ გზაზე ჩვენი რეცეპტი უნდა ვიპოვოთ. და ეს არის უნიკალური თითოეულ ადამიანში, იმიტომ რომ სხვა ადამიანის განვლილი გზა ვერასდროს ვერ იქნება შენთვის რაღაცა აქსიომა, რომ აი ამას გააკეთებ და მე ამ ბედნიერებას მიაღწევ, ან ამას გააკეთებ და რაღაცები გექნება. არა. ჩვენ თვითონ, ჩვენი არჩევანით უნდა შევქმნათ ჩვენი რეცეპტი, პირადი, ინდივიდუალური ბედნიერების, საკუთარი თავის სიყვარულის მათ შორის და ხო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არ გადავაბაროთ ეს პასუხისმგებლობა სხვას. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ არჩევანზე და საკუთარ ცხოვრებაზე.